რამინი ვარ, კვარაცხელია. დავიბადე 2015 წელს. ვსწავლობ 151 საჯარო სკოლაში. ვარ მეოთხე კლასში. ჯერ. ერთი შეხედვით რა მინდა. სკოლა თავშესაფარია. მხოლოდ შემიძლია გაკვეთილების სწავლით დავკავდე. მაგრამ ძალიან მიყვარს თეატრი და ჟურნალისტიკა. ჩემი მეორე მე არ მაძლევს მოსვენებას. სულ მინდა გავიზარდო. ჩემი თავი გავიზარდო შემოქმედებითად. მე ხშირად ვდგავარ სცენაზე, პატარა მსახიობი დიდი ამბიციებით. ასე ამბობენ ჩემზე. ჯერა იასამნისფერ პლანეტაზე ჩემი ოცნებები ახდება. ჩვენი ამბები ისევ იასამნისფერ პლანეტას. როგორც წინა გადაცემაში იხილეთ, თიკოს ჩვენ ოცნება ავხდინეთ. ის დავაყენეთ ნამდვილ მოლბერტთან. შევახვედეთ ნამდვილ ხატვარს. აქციით გაიღიმე, შევიძინეთ მოლბერტი და ვაჩუქეთ. ისიც გახსოვთ, რომ თიკო ნახატიც დახატა. გოგონა იასამნისფერი თაიგულით. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ მე ეს ნახატი პოეტთან უნდა მიმეტანა. მაგრამ ის თავად გვესწუმრა იასამნისფერ პლანეტაზე. ჩემი სტუმარია მწერალი თამარ მახარაშვილი. გამარჯობა ქალბატონო. მოგესალმებით. თქვენ ახლა უყურებთ ნახატს, რომელზეც თქვენ დაგვიწერთ ლექსს და შემდეგ ამ ლექსს ავამღერებთ. მე ვარ ჟურნალ ცისარტყელას რედაქტორი, მწერალ სცენარისტი თამარ მახარაშვილი. ხშირად მასპინძლობ იასამნისფერ პლანეტას და ძალიან ლამაზი ლექსი უნდა დავწერო ნამდვილად. მივესალმები ამ მოწოდებას, ამ შთაგონებას. თქვენ ახართ ჩემი შთაგონების წყარო, რომელიც ძალას მაძლევს იმისათვის, რომ შემოქმედებითი საქმიანობით დავკავდე თქვენთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ყოველთვის დავჭირდებით და მე ვიქნები თქვენს გვერდით, რომელიც სიკეთით ახსავსზე კეთილ საქმეს მოვემსახურები. ქალბატონო თამარ, ეს ნახატი თქვენ და ახლა გავაგრძელოთ საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ წიგნი ხომ არ დაგიწერიათ? დიახ, მე გამოცემული მაქვს 2 საბავშვო წიგნი, მაგრამ ამ ეტაპზე ხელში მიყავია 8 ფეხა, რომელიც ასახავს ზღვის ცხოველების ისტორიას. 8 ზღაპარი, 8 ზღვის ცხოველზე ფერადი ილუსტრაციებით. ეს წიგნი განკუთვნილია ანიმაციური ფილმისთვის და იდეალურია სპექტაკლებისთვის. ჟურნალ ცისარტყელას ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ მისი რეკლამა. ანუ ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი, რა თქმა უნდა, დაგვიკავშირდით. შეგიძლიათ პირადად მეც დამიკავშირდეთ, იმიტომ რომ ტელეფონის ნომერი, კოორდინატები მითითებულია ცისარტყელას უკანა მხარეს, ცისარტყელას გვერდზე. შემდეგ დაწერილი მაქვს ცისარტყელას სამეფო. ამ წიგნს ვკითხულობ, თავი რაღაც განსხვავებულ სამყაროში გგონიათ. წიგნი 8 ფეხა და ცისარტყელას სამეფო, როგორც გითხარით, 8 ნაწილისგან შედგება. თითოეული მათგანი შედგება 8 ნაწილისგან და დაგეგმილია ის, რომ თითოეული წიგნი, ანუ 8 ზღაპარი ბროშურების სახით გამოიცემა და მიმართავ ბავშვებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მისი ნახატები იყოს განთავსებული ამ ბროშურებში, იმედი მაქვს, რომ მოგვაწოდით ამ ნახატებს და ბროშურის სახით გამოიცემა. ქალბატონო თამარ, ესე იგი წიგნების ილუსტრაციას ბავშვები შექმნიან? დიახ, ბავშვები შექმნიან ილუსტრაციას, ბავშვები იქნებიან ჩვენი წიგნის მხატვრები. ვინაიდან თქვენ ხართ აქცია გაიღიმეს მონაწილე, გადმოგცემთ ამ სამკერდე ნიშანს. და ახლა რომ სხვამაც გაიღიმოს, წაგვიკითხეთ ლექსი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მოდი, ამას გულზე გავიკეთებ, რომ სიმბოლურად იყოს. ლექსს ქვია ცისარტყელას ზღაპარი. ცისარტყელა 7 ფერით ცაზე ბზინავს, ანათებს. წვიმის შემდეგ გამოჩნდება ანთებს, 7 ფერს ანათებს. ხედავ როგორ გამოფწყინდა, ისევ ისმის ბგერები. მიხარია თქვენი ხილვა, მოვალ თქვენთან ფერებით. მიყვარს როცა გეფერებით, მიყვარს როცა ხალისობს. კვლავ განათდა ზეცა ლურჯი, აპრილობს და მაისობს. თქვენ ხართ ქვეყნის სიამაყე, ჩემი სულის ლამპარი. ცაზე მოსჩანს 7 ფერი, ცისარტყელას ზღაპარი. თქვენთან პლანეტაზე სტუმრობა ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ამიტომ ერთ ლამაზ ლექსს კიდევ წავიკითხავ. ამას სიყვარულის მზესო, ასე
დავარქვის სახელწოდება სიყვარულის მზესო. გავარჯობა ბესო, გაგიმარჯოს კესო. ვეთამაშოთ ერთად სიყვარულის მზესო. ხვალ რომ იყოს ბესო, არ მცალია დღესო. ცისარტყელას ვხატავ 7 ზღაპრის ფერსო. მინდა ყველას შევხვდე, შემოვირბენ სერსო. ყოველ დილით ვუსმენ მოჭიკჭიკე ხმებსო. თაგორები მიყვარს ტყედაველი მღერსო. სიტყვა სიყვარული რა ლამაზად ჟღერსო. ქალბატონო თამარ, მე ახლა უნდა დაგემშვიდობოთ. ველოდებით თქვენს ლექსს ამ ნახატის მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ და ლექსი იქნება ძალიან ლამაზი, რომელიც შეიძლება ჰიმნადაც კი იქცეს ჩვენს იასამნისფერ პლანეტაზე. ჩვენი ამბები ისევ იასამნისფერ პლანეტაზეა. ჩვენ კი ახალი იასამნისფერ პლანეტის ბინადარი გვესტუმრა. მე ვარ ციცინო ცქიტიშვილი. ბავშვობიდან წერ ლექსებს. ვარ 4 საბავშვო წიგნის და 2 ჩემი საავტორო კრებულის ავტორი. კიდევ ჩემი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ვარ 21 საუკუნის პოეზიის წიგნში შესული მეორე და მესამე ტომში. და ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, როდესაც ჩემს ლექსებს ბავშვები კითხულობენ, სწავლობენ. დავდივარ პატარებთან ბაღებში, შეხვედრებზე და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მინდა რომ სულ წერო ბავშვებისთვის, უფრო მეტი. მაგრამ ხანდახან ამისთვის ბევრი დრო არ რჩება, იმიტომ რომ დიდი ოჯახი მაქვს. ყავს მეუღლე, 5 შვილი, 2 შვილიშვილი. წარმოშობით ვარ იმერეთიდან. ბავშვობაში ცხოვრობდი სოფელ მარტოთუბანში და ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ჩემს სოფელთან. და აუღელებლად ეხლაც ვერ ჩავდივარ იქ. და ძალიან ბევრი ლექსი მაქვს ჩემს სოფელზედაც დაწერილი. წერ რელიგიურ ლექსებს, ძალიან რელიგიური ვარ. ხშირად დავდივარ ტაძარში და რა ვიცი, ჩემთვის ალბათ უფალია ყველაფერზე მთავარი ამ ცხოვრებაში და მერე სხვა დანარჩენი. და ლექსებით შევძელი უფლის გზას დავადგე. მიყვარს კერვა. ძირითადად ამ საქმით ვარ დაკავებული. კიდევ სწავლობ ლოგოპედიას. მართალია ცოტა ამას აქში უცნაურია, მაგრამ ძალიან მინდა რომ ბავშვებს დავეხმარო ამ ხრივ. და ესეც დიდი სტიმული იქნება ჩემთვის, მომავალში განვითარებისთვის. მიყვარს ფსიქოლოგია, ვეცნობი სხვადასხვა წიგნებს, რაც ამ საკითხზე არის გამოცემული და საერთოდ სულიერ განვითარებაზე და ადამიანის სულიერ წინსვლაზე, რაც წიგნებია, აი ეს წიგნები მაინტერესებს. მიყვარს ადამიანები. ყველა ადამიანში სიკეთეს ხედავ. მინდა რომ სიკეთე დავინახო და მჯერა რომ ყველა ადამიანი კეთილია და ბოროტება დედამიწაზე არ არსებობს. ნამდვილად ასია, დამიჯერეთ, ის გულისტკენები რა თუ რამე ადამიანებიდან მიგიღიათ, ეს არის მათი ტკივილის გამოძახილი და დამიჯერეთ, ყველა ადამიანი გულის სიღრმეში არის კეთილი და უფლის მოყვარული. ეხლა წაგიკითხავთ ერთ ლექსს, რომელიც არსად არ არის დაბეჭდილი, მაგრამ ამ დღეებში ძალიან მომეწონა და დამამახსოვრდა. ვინმე ტყოდა ლამაზ ხარო, შეთქმულივით დუმდა ყველა. ვინმე ტყოდა მდიდარ ხარო, ჩითისკაბით მავალს ველად. ვინმე ტყოდა ბრძენი ხარო, კისკისას და უდარდელას, მაგრამ ლექსი მომეშველა ბნელღამეში ცისარტყელად. ლექსმა მითხრა ლამაზ ხარო, ლექსმა მითხრა ბრძენი ხარო, ლექსმა მითხრა მდიდარ ხარო, თავი ასე შემაყვარა. თუ არ გიყვარს მორჩა, მაშინ გზა აგრევია.
გარშემო სულ ნისლია, არაფერი მოსჩანს. ახლა თუ კი გიშველის, შენ გიშველის ლოცვა, ყველაფერი უთხარი, რაც ტკივა, რაც წყურია, ღმერთი სიყვარულია, ყველაფერი მომცა, უსათუ ოდიხილავ, ძებნას იწყებ როცა. ადამიანებს ვეტყოდი, რომ სიყვარული ადვილი არ არის. სიყვარული სწავლა ერთ-ერთი ძნელი გზაა, მაგრამ ამ გზაზე თუ არ დადგები, მაშინ ადამიანის სიცოცხლე არაფერი არ არის. და თუ ამ გზაზე დადგები, უფალი ყველაფერს შეგაძლებინებს. თუ რაიმე მოგინდება, კარგი და კეთილი, ყველაფერს შეგაძლებინებს სიყვარული. ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენს პირველ ლექსს? ჩემი პირველი ლექსი დავწერე, როცა ჯერ კიდევ წერა-კითხვა არ ვიცოდი. და ძალიან მინდოდა რომ ჩამეწერა, მაგრამ ვერ შევძელი და მერე თანდათან დამავიწყდა. და როცა ჩავწერე უკვე ჩემი პირველი ლექსი, დაახლოებით მე-5 კლასში ვიყავი და ის ლექსი მიუძღვენი იმერეთს. ქალბატონო ციცინო, თქვენ მუზა როგორ და როდის მოგდით? რა ვიცი, რა გითხრათ, ვჯდები, რაღაც მაწუხებს, ვგრძნობ შინაგანად და მერე ნელ-ნელა ვიწყებ წერას და თავიდან არც ვიცი რა გამოვა, მაგრამ საბოლოოდ მერე გამოდის ზოგჯერ კარგი ლექსი, ზოგჯერ ისე რა. როგორც მივხვდი, ბავშვები გიყვართ, ისე საბავშვო ლექსებს და მოთხრობებს ვერ დაწერდით. ბავშვები ძალიან მიყვარს, ჯერ ერთი იმიტომ რომ მე თვითონ 5 შვილი მყავს და 2 შვილიშვილი, მაგრამ ძირითადად მე ბავშვობიდან მოვდივარ და ის განცდები მაწერინებს ლექსებს, რაც ბავშვობიდან მომყვება. ჩვენს მაყურებელს რომ კარგი განწყობა დაუტოვოთ, წაგვიკითხოთ თქვენი ლექსები. ლექსის სახელწოდებაა ბელი. დელი, 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 მოიმღერის ბელი. მობილური უყიდეს, სულ ბოლო მოდელი. აღარ არის ჭკუაზე, გაჯგიმული დადის. ვეღარ არჩევს მზეცაზე, ამოდის თუ ჩადის. აწკაპუნებს მთელი დღე. დაეღალა თათი, ყველა ამბობს ამისგან, არ გამოვა დათვი.